იღებს თუ არა საქართველოს სირიელი ლტოლვილების ახალ ნაკადს. თემა ევროპარლამენტარი ევროდეპუტატის კომენტარის შემდეგ გახდა აქტუალური. ანდრეს მამიკისი ქართულ მხარეს ევროკავშირის პოლიტიკისადმი სოლიდარობაზე მიუთითეს, თუმცა დასცენს, რომ ქვეყანას როგორც გაერთიანების ასოცირებულ წევრს დევნილების მიღების ვალდებულება არ აქვს. საქართველოს ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით დევნილთა მიღების საკითხზე ოფიციალურ თბილისთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა მიგრანტთა პრობლემის მოგვარებაში ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ცოტა ხნის მხარდაჭერის პირობა დადო. მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში სირიიდან ჩამოსულ რამდენიმე ათეულ ოჯახს თავშესაფრები მიღებულიც აქვთ. კეთი ბერაია გაგვაცნობს ახლა იმ რეაქციებს, რომლებიც ევროკავშირისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემაზე ევროპელი დეპუტატის შეთავაზებას მოჰყვა. საქართველოს შეუძლია მიიღოს სირიიდან დევნილები ევროკავშირის პოლიტიკისადმი სოლიდარობის ნიშნად, თუმცა ასოცირებული ქვეყნებისთვის ეს არანაირი ვალდებულება არ არის. აზერბაიჯანული მედიის მიხედვით ეს განცხადება ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა ანდრეას მამიკინსმა საინფორმაციო სააგენტო ტრენდი ჟურნალისტთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს გააკეთა. სტატიაში ევროპარლამენტარი ევროკავშირის მიერ 23 სექტემბერს მიღებულ გეგმაზეც საუბრობს, რომელიც 2 წლის განმავლობაში 100,000 მიგრანტის განთავსებას გულისხმობს მთელს კონტინენტზე. დღეს ანდრეას მამიკინსთან დაკავშირება ამ თემის დეტალების დასაზუსტებლად ვერ მოხერხდა, თუმცა ამავე კითხვით საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიმართეთ. We are not negotiating with the Georgian government about it. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არსებობს არაერთი იდეა, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. როგორ შეიძლება გავაღრმაოთ თანამშრომლობა ამ მნიშვნელოვან სფეროში. საქართველო უფრო ახლოსაა და ლოგიკურია, რომ განვიხილავთ შესაძლებლობებს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ტოლთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს უკრაინიდან, ერაყიდან და სირიიდან დევნილი 4,000-ზე მეტი ადამიანი მიიღო, რომელთაგან უმეტესობამ ქვეყანა დატოვა და ევროპაში გამგზავრება გადაწყვიტა. საქართველოში კი 1038-ს უკვე მისეს ტოლულის თუ ჰუმანიტარული სტატუსი და თავშესაფარიც. უმრავლესობამ საქართველოს თვითონ დატოვა, არ მოინდომეს აქ სტატუსის მიღება, ხოლო ვინც დარჩა და ვინც მოითხოვა თავშესაფარი, იქიდან 1038-მა უკვე მიიღო თავშესაფარი შესაბამისი სტატუსით, უარი თქვა მხოლოდ 327 და 296 საქმე ამ წუთში არის განხილვაში. მიიღო თანხმობა, ერაყელი არის 387, სირიიდან არის 59. დევნილებს სახელმწიფო დახმარება 45 ლარით განესაზღვრათ იმ დღიდან, რაც მათ საქართველოში თავშესაფარი მოითხოვეს და სრული სამედიცინო დაზღვევაც. საგანგებოდ მათთვის საინტეგრაციო პროგრამებიც ამოქმედდა საგანმანათლებლო სფეროში. ამას საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნებით ახორციელებს და პროცესში გაეროც ეხმარება. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, თუ ქვეყნის წინაშე მსგავსი მოთხოვნა ან ვალდებულება დადგება, შესაბამისი სამინისტროები ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. საქართველო არასდროს არ ყოფილა მიწა, რომელიც ბავშვებს, ქალებს, რომლებსაც სიკვდილი ემუქრებათ, არ დახმარებოდა. თუმცა ამ წუთში ეს თემა განსახილველად არ დგას. თუ კითხოვნა თუ შუამდგომლობა დადგება, მას განიხილავენ შესაბამისი სამინისტროები და მთავრობა მიიღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას. მიგრანტების კრიზისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოქტომბერში ბერლინში გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის დროს შეეხოდა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს მზად იყო ნებისმიერი სახით გაეწია მხარდაჭერა ამ მწვავე პრობლემის მოგვარებაში. არის უმძიმესი პრობლემა და ჩვენ აბსოლუტურად გვესმის სიმწვავე ამ პრობლემების და გვინდა დავაფიქსიროთ მხარდაჭერა ნებისმიერი სახით, რა სახითაც ეს შეიძლება იყოს, რათა გარკვეულწილად შევამსუბუქოთ ეს პრობლემა სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობის გზით.